წმინდა თეოდორე სტუდიელი, მე-6 კვირის ოთხშაბათს, სიკვდილის ხსენებისათვის. გვაკურთხე მამაო. ძმებო და მამებო, რა შეიძლება იყოს სულისთვის უფრო კარგი და სასარგებლო, ვიდრე სიკვდილის ხსენება, რომლის შესახებაც ვაპირებ საუბარს ელია ეპისკოპოსის გარდაცვალების გამო. როცა ის აღესრულებოდა, თქვენ ვერ ნახეთ, ჩვენ კი ვნახეთ და დიდი სარგებლობაც მოგვიტანა, რადგან მისი გარდაცვალება გავითავისეთ. ის გავიდა და წავიდა ისე, როგორც დამშლელი რთული კარვისა. ის აღარ დაბრუნდება ამ ქვეყნად, ვეღარც ცას იხილავს, ვეღარც ქვეყანას, ვერც მზეს და მთვარეს, ვერც ვარსკვლავებს, ვერც სხვა სამკაულებს, რომელიც მათ შორისაა. ვერც ვეღარაფერს მოიმოქმედებს, ვერც მცირეს, ვერც დიდს სააქაო ცხოვრებაში, რადგან მას სიკვდილმა კარი დაუხშო და მოელის სამსჯავროს, სადაც ყველა განიკითხება. იქ გველოდება მისაგებელი, როგორც დაწერილია. ეს ყველაფერი კი სარწმუნოებით სწამთ და ჯერ არ მიუღიათ აღთქმული, რადგან ღმერთმა იცის, რაც ჩვენთვის უმჯობესია. ამიტომაც წინასწარ განაწესა მან, რათა ჩვენ გარეშე არ მიაღწიონ სისრულეს. ახლა კი ჩვენ შესახებ რას ფიქრობთ, ძმებო? განა ჩვენც არ მოვკვდებით, ასევე არ მივიქცევით მიწად, როგორც დავიბადეთ, ასევე არ გადავიქცევით მიწად და ნაცრად. ჩავიხედოთ საფლავებში და ვნახოთ, თუ სად დასრულდა ჩვენი ცხოვრება, ან და სად მივიდა. რატო მივდევთ ამ საცოდავ ხორცს, როცა ბოლოს მიწას და მატლს მივეცემით? ან რატომ ვართ მოცული ვნებებით, რომელიც ჩვენს მიცვალებასთან მიგვაახლოვებს? ზემოხსენებული ეპისკოპოსი სანამ ცოცხალი იყო, ამბობდა, რომ ორი ადამიანი ეჩვენა, ქალი და კაცი. ერთი გარეგნულად მაღალი იყო, მეორე პატარა. ის სასტიკად ამხელდა მას, რომლის გამოც სული მოთქვამდა, ქრებოდა და კვნესოდა, წუხდა და ხორცისგან გასვლა უმძიმდა. ვერ ხედავთ, როგორ დავისჯებით გარდაცვალებისას, სიკვდილის წინ როგორ გვამხელენ და დაგვასმენენ ბოროტი ეშმაკები. როგორ აზრებსაც შევიტკბობთ აქ, იმავეს ვიხილავთ ჩვენი ხორციდან გასვლისას. თუ კი გამუდმებით უფალს ვუმზერთ, თუ კი ჩვენი ცხოვრების მცველ ანგელოს განჭვრეთთ, თუ კი გავითავისებთ წმინდანთა ცხოვრებას, მათაც ვნახავთ ჩვენი სულის ამოსვლის უკანასკნელ წუთს, ხოლო თუ პირიქით მოვიქცევით, ბოროტ და საეშმაკო ზრახვებს დავიგროვებთ, იმათ შევხვდებით და იმათთან წავალთ, ვინც მკვლელია, უბედური და გლახაკი. ვიღვაწოთ, რომ არ დავრჩეთ მათთან, ვეცადოთ, რომ წმინდა გულით გვიპოვონ ჩვენი გასვლის დროს, რათა ჩვენც შევძლოთ გაბედულად თქმა, მასზე მშვიდად დავწექი და დავიძინე და შემდგომი, რადგან ნამდვილად ძილია სიკვდილი მართლებისთვის, როგორც უფალმა თქვა, ჩემმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა, მე მივალ და გავაღვიძებ მას. ხოლო ვინაიდან ძილი არსებობს, ცხადია, რომ იგი მოსვენების დასაბამი და მარადიული ცხოვრების მიზეზი იქნება, როგორც იტყვის წმინდა მოციქული. ქრისტე აღდგა და შესვენებულთა დასაწყისი გახდა. და კიდევ დაინთქა სიკვდილი ძლევით, სად არის სიკვდილო ნესტარი შენი, სად არის ჯოჯოხეთო ძლევა შენი? ნესტარის სიკვდილისა ცოდვაა, ძალა ცოდვისა კი რჯული. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელმაც მოგცა ძლევა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. აი დაინთქა და დამარცხდა სიკვდილი, აი გამარჯვება მოპოვებულია, რადგან ის ამბობს, ძლეველს ვაგემებინებ სიცოცხლის ხისაგან, რომელიც არის ჩვენი ღვთის სამოთხეში. აჰა გაღებულია გზა ცათასას უფევლისა, აჰა ჩვენ წინაა სამგზის სანატრელი ღვაწლი, გამარჯვებულებისთვის გამზადებული გვირგვინი
და ცხოვრების სავანე. გევედრებით ძმებო, ძლიოთ ეშმაკს, დავთრგუნოთ ვნებები, სრულიად გავიწმინდოთ ჩვენი თავი სიბოროტისგან, შევიძინოთ სათნოებები, რადგან სულს, რომელიც ღვთის წყალობით კეთილი ცხოვრების ღირსი გახდა, ხორცისგან გასვლის დროს კეთილ ანგელოს გამოუგზავნის ყოველთა მეუფე ღმერთი. მას არ უნდა შეეშინდეს, არამედ მონდომებით და სურვილით უნდა შეხვდეს მას და გახარებული წავიდეს თავის მეუფესთან. ხოლო თუ კი ასე არ იქნება, შესაბრალისია სათქმელადაც, რადგან შეძრწუნდება და შეშფოთდება, მას არ შეეწევიან და არ ანუგეშებენ კეთილი საქმეები. აქ ძმასაც და მეგობარსაც შეუძლიათ ნუგეშისცემა და მწუხარების შემსუბუქება. იქ კი ეს ყველაფერი შეუძლებელია, რადგან ანგელოზი მრისხანებით მოიტაცებს მის საწყალ სულს. თუ კი მხოლოდ ამ სიტყვების მოსმენამ შეგაშინათ, რა უნდა ვქნათ, როცა თავად ეს ყველაფერი თავს დაგვატყდება? როგორ წარდგება სული ქრისტეს საყდართან, რომლის წინაშეც დანიელის სიტყვისაებრ მოედინებოდა ცეცხლოვანი მდინარე და მის წინ გამოდიოდა. 1000 ემსახურებოდნენ მას და 10,000 იდგნენ მის წინაშე. მსაჯული საშინელია და სამართლიანი, ის გამოიკითხავს უქმ სიტყვებსაც, როგორც ახარებაშია ნათქვამი, როგორ დაითმინოს ეს ყველაფერი სულმა, რადგან ნამდვილად საშინელია ცოცხალი ღმერთის ხელში ჩავარდნა. უფრო მეტად საშინელია, როდესაც მოესმება მას სამართლიანი გადაწყვეტილება და დაუსრულებელ სატანჯველში გაგზავნიან, რომლისთვისაც, ჩემო ძმებო, გლოცავთ და გევედრებით, სიკვდილის წინ მუხლებში ჩავუვარდეთ ღმერთს, რათა შეგვიწყალოს. დავუმეგობრდეთ წმინდა ანგელოზებს, რომლებიც ჩვენთან მოსვლას აპირებენ, ვიფხიზლოთ გონების თვალებით და შევიძინოთ ძალა ვნებებთან ბრძოლისა, ნუ გადავიხრებით ცოდვებისკენ, რათა მათ არ გვძლიონ. თუ კი ისინი დაგვცემენ, მაშინვე წამოვდგეთ და მხურვალე ცრემლებით ჩავაქროთ მტრისგან გახურებული ისრები, შევიძინოთ სამგზის სანატრელი სიყვარული ქრისტესი. ნათქვამია, დიდი ძალა აქვს მართალი ადამიანის ლოცვას. ამიტომ შევეწიოთ ერთმანეთს ლოცვით, სინანულით და პირველ ყოვლისა საღმრთო საიდუმლოსთან ზიარებით. როცა კვირა მოდის, ყველა ეზიარება, ხოლო თუ კი სხვა დღეს აღესრულება ჟამისწირვა, არავინ მოდის საზიარებლად, თუმცა ადრე მონასტერში ყოველ დღე ყველა ეზიარებოდა. ახლა კი არავინაა მსურველი. ამას რომ ვამბობ, მოუმზადებლად ზიარებისკენ კი არ მოგიწოდებთ, ასე ნუ იფიქრებთ, რადგან დაწერილია, მაშ გამოსცადოს კაცმა თავისი თავი და ისე ჭამოს ამ პურიდან და ამ სასმისისგან სვას, რადგან ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისსავე განკითხვას ჭამს და სვამს, რაკიღა ვერ არჩევს უფლის სხეულს. ამას ვიტყვი, როგორც შეგვეძლება ზიარების სურვილით გავიწმინდოთ თავი და ასე გავხდეთ ღირსი წმინდა მსხვერპლისა, რადგან ზიარება პირველთქმული საიდუმლოა, როგორც ამბობს უფალი, მე ვარ პური ცოცხალი, რომელიც ჩამოվել ზეცით, ვინც ამ პურს შეჭამს, უკუნისამდე იცოცხლებს და კიდევ პური, რომელსაც მე მოგცემთ, ჩემი ხორცია, რასაც გავცემ ქვეყნის სიცოცხლისათვის და კვლავ, ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, ხოლო მე მასში. იხილეთ სრულიად გამოუთქმელი და მიუწვდომელი ძღვენი, ის არა მარტო ჩვენთვის განკაცდა და მოკვდა, არამედ საკუთარი თავი წინ დაგვიდო საჭმელად. რა შეიძლება იყოს ამ სიყვარულზე დიდი, რომელსაც ვერც გონება შესწვდება და ვერც ენა გამოთქვამს? ანუ რა უნდა იყოს ამ წმინდა საიდუმლოზე უფრო მეტად მაცხოვნებელი და სულისთვის საწადელი?
თუ კი ზოგადად ამქვეყნიური და წარმავალი სასმელ საჭმლის ყოველდღიურად მიუღებლობა არავის ძალუძს, არამედ წუხს და შფოთავს, ნუ თუ არა უბრალო პურის, არამედ ცხოვრებისა და უკვდავების პურისა და არა ამქვეყნიური სასმლის, რომელიც წინ გვიძევს, არ მიღებაა შესაძლებელი. განა ასეთი ფიქრის სიგიჟესა და პირუტყვობაზე მეტი არ არის. ამიერიდან გავფრთხილდეთ, რადგან ვიცით ამ ძღვენის ძალა, რამდენადაც ძალგვიც გავიწმინდოთ საკუთარი თავი და ვეზიაროთ ამ ცხოველმყოფელ წმინდა საიდუმლოს. თუ კი არ გეცლებათ და ხელსაქმით ხართ დაკავებული, დიდი გულმოდგინებით მოდით ამ გამწმენდელ ძღვენთან, იგი ძალიან შეგვეწევა. ზიარების წინ განვიწმინდოთ საკუთარი თავი, ხოლო თუ კი ასე არ მოვემზადებით და ისე ვეზიარებით, როგორ არ დაგვამარცხებენ ვნებები. დაეგვექმნეს ის ჩვენი მარადიული ცხოვრების საგზლად, რომელთან მიახლების ღირსებიც ყველანი ვართ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარებით, რომლის დიდება მარადიულია. ამინ.